მიკროფონი დაკონექტებული იყო ტელეფონთან, მაგრამ ხმა საერთოდ ჩაიწერა. Voice-over-ი ვცადე გავაკეთო, მაგრამ ძალიან ცუდი გამოვიდა. Winchester-ი დამეკარგა. ღმერთს არ უნდა რომ იყოს გრძელი ვიდეოები რა უქნა. უგეშია. ანუ შეუბე. აცადე 1-2 წამი შონი ამივიდა. არა, ხორცი იწვის და ცუდი ხური იქნება, აბა რა იქნება? დაგიდე პრობლემა არ იქნება და ბოდიში. ანუ აბა ძალიან საკეთებ თუ ესეთი ხვალ. საბოლოო ჯამში მე მომეწონა სტადიონზე გადაღებული რაღაცები, როგორ მეკარებდი მაგარი იყო. აქ ყველა დაგავიწო რაკოს გარდა კიდე ორი ადამიანი ვართ, ვინც განსაკუთრებას იღებს. ამ დავალების მენტორობას გაგიწევთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმოსადეგი და სიბზნესთან ასოცირებული ადამიანი ბატონი 3, 2, 1 და დაიწყო ისევ და ისევ დღეს გადაღება რისი კრეატორისი. მოიცად პირი მაინც მოვიწვი. მოდიში რა ჰიტაპის მზე პირსიბანს. შენ ხარ ჩემი მზე და შენ დღეს პირი დაიბანე, გილოცავ გიტა. მადლობა მახალი. ეს არის ჩვენი ახალი ეპიზოდი, რომელშიც ისევ ბეჯიშად გავაგზავნებთ ჯიურობას ჩვენ სამი როგორც წინაზე. ყველა მოვიდა. შენი ენერგია, ყველა ვიღადატოვე, სულ ხუთნიარიან რა, ყველა რა. მოდი დაუძახოთ მონაწილეებს, ბევრი აღარ გავწელოთ, იმიტომ რომ ხალხი ყოველთვის ველდება ხოლმე და ჯერ ის თქვათ, რომ რა დავალება ქონდათ და რითი მოვიდა. დავალება იყო სტადიონზე გოუშვით ხალხი და უნდა გადაეღოთ ძალიან კარგი თამაში, რომელშიც 4-0 სამწუხაროდ წავაგეთ. თვითონ დავალების შინაარსი იყო ძალიან ძნელი, რადგან ესე რომ წახვიდეთ სადღაც და საგულშემატკივროთ, კარგი ვიდეო გამოგივიდეს, ეგ ძალიან ძნელია და პროფესიონალ იუთუბერსაც კი, რომელსაც ბევრი რაღაცის გამოცდილება აქვს, ეგეთებსაც ძალიან უჭირთ ეგეთი რაღაცა. თან მოკლევადაში. შეიძლება ჩვენ დღეს შედარებით ნაკლები ხულები დავწეროთ ვიდრე წინა ეპიზოდში, მაგრამ მაინც გავიგებთ ვინ გავარდა. მაინც გავიგებთ კი. პირველი ჩვენი კონკურსანტი არის დედალი ბასტო მაგდა. ქულები დამჭირდება სტადიონში. ამ გადაღებამ სხვათა შორის ცოტა სანერვიულოდ ჩაიარა, იმიტომ რომ ზოგადად ფეხბურთის მაყურებელი არ ვარ, მარტო უყვებით ისეთ თამაშებს, რომელზეც ვიცი რომ მოვიგებ, ან ისეთ თამაშებს, სადაც უფრო სიმპათიური ტიპები თამაშობენ ხოლმე. მაგდა არის ძალიან კარგი ადამიანი და ძალიან ცუდი იუთუბერი. სამწუხაროდ ამ ეტაპზე მაგდას კარგი ადამიანობა ვერ დაეხმარება, ჩვენ დავტიეთ მაგდა. გამარჯობა მაგდა. მოგესალმებით. როგორ მიხვედი მაგ იდეამდე? მაგ საშინელებამდე როგორ მიხვედი კაკოს უნდა ამის თქმა. დღეს საღამოს საქართველოს ნაკრები უძლიერეს ეტაპს ესპაეჭდება და ამიტომ გადაწყვიტა რომ ჩვენც მთელი დღე ენერგიულად და სპორტულად გავატაროთ. გადაწყვიტეთ რომ ბავშვებს ვეთამაშოთ, ჩელენჯები ჩაუტაროთ და დავასაჩუქროთ. რა იყო შენი გამოწვევა? ჩემი გამოწვევა მთლიანად იყო ეგ დავალება, იმიტომ რომ ზოგადად ფეხბურთის მაყურებელი არ ვარ. თუმცა ვარ კარგი თამაშების მაყურებელი, როცა ვიცი რომ მოვიგებ თუ ეჭველი. მაგრამ ხო ზოგადად სპორტი ჩემი საყვარელი კონტენტი არ არის და ალბათ რო არ გეთქვათ, არასდროს არ გადავიღებდი ფეხბურთზე ვიდეოს. საქართველოს ნაკრების ფორმის ძირითადი ფერები. წითელი, შავი, იზა. შენი მეუღლის გამოყვანა წინაზე გაითვალისწინა თუ უბრალოდ აპირებდი დრო იყო რომ შემოიყვანა ექსპერიმენტი. YouTube-ზე დიდად ვერ ვიყენებ ჯერჯერობით ჩემს მეუღლეს, იმიტომ რომ ცალი ფეხი არ აქვს. მოტეხილი აქვს ისე ცალი ფეხი რა. თორე ზოგადად ყველა ვიდეოში არის ხოლმე რა. ეგ გამოიჩენე უცოდ კარგად, რომ ის ყიბეებზე კოჭლობის მომენტში რომ ვღეროდი. სულ სასაცილოა ეგ ტიპი როცა დადის, არ ვიცი, ამ მომენტისთვის რა. მე შენი ამ საუნდზე კოპირაითი არ დაგვედოს, მაგრამ მაინც გაუშვებ. ეს ხმა არ მაქვს, ვინდა წვრილა. ჩაჭკალი. თითო კოჭი დაუწეროთ კომას კომენტარებში. ეს ხმა არ მაქვს, ვიღაცამ დააწვრილა. ანუ ეს არ ჭყიპინებ. თამს დავიწყებ. შენ მიხედი მიდი როგორც იცი პროფესიონალურად. და სათაურს. დღეს არ გამოგივიდა, მაგრამ ხვალ უკეთესი იქნება. ეს იყო შენი სათაური. დასკვნა დადე სათაურში. მგონია რომ წიგნი დაწერე და ეს არის პაულო კოელიო. მე ზოგადად პაულო კოელიო ვარ. ბავშვობაში ლექსებს წერდი მართლა. დეიდა, ეს სათაური მანამდე დაარქვი თუ თამაშის შემდეგ? ChatGPT-ის სარჩევებიდან დავარქვი სათაურს. რეფლეგი. მე მგონი ფასიანი ვერსია უნდა იყიდო, მაგრამ ყველაზე ადამიანური ენაა. აუ ვერ გავიგე შენ. ფასიანი ვერსია. არა, ფასიანი ვერსია.
$10 ვმათხოვრობ 40 წამიან ვიდეოზე და პროფესიონალი ვერსია. იცი რისი თქმა გვინდა რომ ეს სათაური ისეთია რომ ყველა უგზნობთ მაგას. დღეს არ გამოგვიда და ხვალ იმედია უკეთესი იქნება. ის რაც ვიდეოში ხდება არანაირი ინფორმაცია არ მომაწოდე მაგაზე რა. ჩემი ქმრის ბრალია, თქვენი ბრალია საერთოდ ეგრე ჩამართ. ანუ მაგის რაღაცები რო გავითვალისწინე. მე უნდა დამეწერო საგულშემატკივრო ვიდეო თუ რაღაცა. მოკლედ რა. ან ჯობდა ეგ დამეწერა? საგულშემატკივრო ვიდეოც არა. ყველა იყენებს ამას რომ კრეატორში მონაწილეობა და დავალებას კრეატორის დავალებიდან აკეთებ. ხანდახან მნიშვნელოვანი არის რომ გამოერთოთ ამ კრეატორიდან და თქვენ რო რაღაც ვიდეოს დებთ, მაგ ვიდეოს კონდეს რაღაც ღირებულება, მათ შორის ღირებულება დაინახოს მაყურებელმა, რომელიც შორიდან ჩამოსკოლავს და შეამჩნევს. ვცდილობ რომ გავხდე უკეთესი გულშემატკივარი. ბავშვები უნდა გავახარო, სანამ ეს პლანეტი დაიწყება. რაღაც ვიდეოში რაც მოხდება, ეგ რო აჩვენო და პლუს thumbnail-იც შენი გაღიმებული სახე, ანუ გრაფიკულად ცუდი არ არის, მაგრამ აი ბევრს არაფერს რა, ანუ ხო, სათაურზე მივიღე უკვე კომენტარებში შენიშნა და არ უნდა გავდის საბოლოო ჯამში ვიდეო, რომ აი მოვალეობის მოხდა. გამოცდა ჩასაბარებელი არ უნდა იყოს. ეგ ნაწილი რომ thumbnail-ზე მეტი დაკლიკება კონდეს ძალიან მნიშვნელოვანია რა და ასევე მნიშვნელოვანია რომ retention-იც მეტი კონდეს და 40 წამიანი ფინალი ალბათ ხიტაც იტყვის მაგაზე ის რომ ადამიანებს 40 წამი აჩვენო DVD-ის მოძრაობა არის საზიზღრობა და საშინელი მესმის რომ იუმორია, მაგრამ არა რა იუმორია, $10-ია. ანუ ეგ 40 წამის ამბავი შეიძლება გადამწყვეტი იყოს რომ შენ 5,000 ნახვას აიღებ თუ 15,000 ნახვას რა. როგორც ჩანს გადაწყვეტა და შენ 5,000 ნახვა აიღე. მე მაგას ვაკეთებდი ზუსტად 2017 წელს და ბევრი ვიდეოზე გამიკეთებია. 3 წუთიან ვიდეოს 10 წუთამდე წელს. 2017 წლამდე ასაკეთებდი ჰიტა. ეგ ჩემპიონატია. ხო და ეგ ძალიან სასაცილო იყო ეგ რო ნახე შენს ვიდეოში. კონტექსტი რო ახსნათ რა ხდება. როცა YouTube-ზე ვიდეოს ტვირთავ, თუ არის 8 წუთზე დიდი, 8 წუთზე დიდი ვიდეოში შეიძლება ხელით ჩაამატო, სად ამოხდება ხოლმე რეკლამა. 8 წუთზე მოკლე თუა ვიდეო, 1 წამითაც მოკლე რო იყოს, მაშინ მხოლოდ თავში და ბოლოში. მაგრამ ეს ვიდეო 7 წუთი და 20 წამიანი იყო ალბათ და 40 წამი დაუმატა და 8-ზე აიყვანა, რომ მეტი რეკლამა ჩაესვა და მეტი ფული დაეწერა ამ ვიდეოს. მაგრამ აქ პრობლემა სად არის, ნახე, მაგ 40 წამს ხო არავინ არ უყურებს. მაგ 40 წამს რადგან არავინ არ უყურებს, ეს ვიდეო საშუალო ხანგრძლივობას ისე დაგიგდებს, რომ ვიდეოს ბევრად ცოტა ნახვა იქნება და მონეტიზაციიდანაც უფრო ანუ მეტი იმათ $10 ჯობდა რომ არ გავკიდე. ანუ შენ ფულ დაკარგი. მაგთან ხარ ჩვენ გადავიხდით მართლა. თუ ოდნავ უკეთესი ვიდეო იქნებოდა აქ ჩვენ გვაქვს კადრები. ანუ მანდი სადაც ვთავრდებოდა ვიდეო რა სხვა კადრი. ჰოთ-დოგში რა მიეცი მაგდა? ჰოთ-დოგში მეცი მე მგონი 9 ლარამდე რა. ოღონდ ვიჩხუბე ჰოთ-დოგის რიგში თან. ცუდი ხო იყო? რატო არ აჩვენა? რიგს არ იცავდნენ და ვერ ვიტან რიგს ვერ იცავე. მეთქი ჩემი ჰოთ-დოგი დაიდოს მალე რა. ეხა რაც ან ვერ გადაუყებ სხვას ადამიანს როცა ვეჩხუბები რომ ჩემი ჰოთ-დოგი მომეცის თქო. ამ საბოლოო ჯამში მე მომეწონა სტადიონზე გადაღებული რაღაცები, როგორ მეკარეობდი ეგ მაგარი იყო. ანდრია შენ მომღერი და შენი მეუღლე კიბეზე ჩადის ეგ ტოპ მომენტი იყო ალბათ ვიდეოსი და ბოლოსაც გააკეთე ეს ძალიან სასაცილო იყო იმიტომ რომ გეგონა რომ რაღაცა კომერციულად მომგებიანი გააკეთე და სინამდვილეში პირიქით გამოგივიდა. გადავიდეთ შეფასების ნაწილზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ მაგდასთან. იმედია მარგველას უფრო დაბალს დაუწერთ. საბოლოო ჯამში წინა ვიდეო უფრო კარგი ქონდა ჩემი აზრით ვიდრე ის. თუმცა შენი პერსონალიტი მაინც ხაჩავს, მაგრამ ის სადღაც ვეღარ გახაჩავს ამ. იმედია დღეს არ იქნება ეგ მომენტი. იმედია. მაგრამ thumbnail-ში ძალიან დახვეწილები ხართ აბსოლუტურად ყველა და გამოსწორებულია რაღაცეები რა. თუმცა thumbnail-ში თეთრი ტექსტს ვერ ვიტან. და აი ეს კრეატორიო წითლად არის. ეს გამოვა ეს კონკურსანტი და მას ვკითხავ ერთი ვინ ურჩია რომ ფერი შეცვალოს ლოგოსი, რომელიც უკვე არსებობს და მილიონი წელი ვინ ღვაწეთ იმისთვის რომ ეს ფერი ყოფილიყო. ანუ წითელი და თეთრზე კარგად ჩანს. დაგემშვიდობთ, მაგრამ დიდი ბოდიში სხვასთან გადავიჭერი. ნახვამდის. კარგად გამყოფოს. კარგად. ვერთა და სულ კარგად იყავი მართლა. რა ამოვას ხომ ახარას? ბიჭო, წვალობ გაიგე ფერს დასვა, უდომზე ბრახ და ერთი ფილით ვიღაცა გიცვლის ფერს რა. იმედია შემდეგი კონკურსანტი ეს ადამიანი არ იქნება. დღევანდელი ჩემი გადაღებული ვიდეო მომწონს, უფრო მომწონს ვიდრე არ მომწონს რა. ვფიქრობ რომ რაღაც ცოტა სასაცილოა და ცოტა კრინჯულია, მაგრამ მაინც მხიარული. იმუნიტეტი აღარ მაქვს და შესაძლებელია რომ დავტოვო პროექტი. მე და თავდაჭერებული ვიყავი და მომხდა. ცუდი. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს 15 ნოემბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისში დინამოს მოედანზე გაიმართება საქართველოს ესპანეთის საკვალიფიკაციო ეტაპი. დღევანდელი ვიდეოც მიეძღვნება სწორედ ჩვენი ბიჭების გულშემატკივრობას, ასე რომ ეს არის ომარი და საიდან გამოხდა აზრი არა ვარ ღმერთო ჩემო. შემდეგი მონაწილე არის ზუკა ავატარ ზუბიაშვილი.
ზოგადად ფიქრობს თავისი ნიკნეიმის შეცვლაზე, რადგან მთელი საქართველოს ავატარს ეძახის და ბარემ შეიძლება ავატარიც გადაიწეროს. ვალიდაცია გავაკეთოთ ამ კი, იდეის ბატონო. კომენტარებში დაწერეთ ამდენად ეთანხმებით, რომ ავატარი უნდა დაირქვას. იმედია გალურჯებულს არ გაგიშვებთ აქედან. იმედი. სახელი შეცვლაზე განაცხადი აქედანვე. კი ბატონო, გადავწყვეტე და დავარქმევ ავატარს. ბოლო 15 წუთი ვინმე სხვა დაგიძალებიათ სახელი. YouTube-ს თავისუფალი სივრცე და თავიდან ძალიან ვფიქრობდი, მიხარია. მანამ YouTube არხს გავაკეთებდი, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო მე ჩემი სახელი ვამჯობინე. მოდიში მიმართვები მე რა. 40 კაცი ვიჯექით და ოფლს ხრიდით მეშოკობით, რომ ეგ ლოგო ეგ ფერი ყოფილიყო რა. და ხახობა მიგვიცა, აი კარგი ლოგოა. უცებ შენ გამოდიხარ და thumbnail-ზე ცვლი ლოგოს ფერს. რატო გადაწყვეტ რომ ფერი შეგეცვა? ეხლა მაიკა მეცვალო და მაგიტო. და ყვითელი არ გამოჩნდებოდაო. ცოტა სერიოზულად რომ მიუდგეთ განაც. thumbnail-ისთვის წითელი ფერი უფრო უკეთესი მეჩვენა და მე მეგონა ძალიან დიდი პრობლემა არ იქნებოდა ბოდიშს ვიხდი. ბიჭო რა, აცეტებული რატო მოვიდა ჰიტა? ანუ გვერდიდან მიტყავდა ხელს რომ შენ რაღაცა. მე ბოლო მეხსე გადმას. ბიჭო, აუხდება ნახე. რა ლოგოა? ვაფშე ვერ ვცნობ რა ლოგოა. რატო? ანუ კრეატორია. ეგ სხვა ფერია, ანუ YouTube-ის ფერი ლოგო რატო? შეიძლება თქვენ ტელევიზორში შეცვალა მე რა შუაში. მართლა ლოგო არ შეცვალო არასდროს. თორე ძალიან გაბრაზდებიან, ვისი ლოგოც იქნება. მაგრამ თან მომწონს რომ ცოტა ეგოისტური მიდგომა გაქვს და შენთვის უფრო მნიშვნელოვანია რომ მეტი დაჭერა ქონდეს, უფრო ოდნავ უფრო ეფექტური რა იქნება. თამი ნორმალურია. აი მე თამბი ახლა სხვაებს რო შევადარო, ერთ-ერთი ყველაზე მეტად მომეწონა, იმიტომ რომ ჯერ ერთი სათაურიც ზუსტად ეხმიანება რაც გინდა და მეორე უფრო მეტი ინტრიგას ტოვებს, დამატებითი კითხვა რო არის და ტექნიკურადაც, ანუ იდეის თვალსაზრისით ძალიან კაი თამბი იყო ჩემთვის მაგაში პლუს. მადლობა ძალიან. რაც შეეხება იდეას, წინა ტურში ჩვენ განგსაჯეთ იმის გამო, რომ გაპაფსავებული იდეებს ნუ გამოიყენებო. როგორიც არის, ნულარიდან დაიფანამდე ასვლა და ასევე იუთუბერები მაძლევენ დავალებას. იუთუბერები მაძლევენ დავალებას. ეს რა იყო ზოგადად? ეგეც არის. მაგრამ თქვენ ხომ მითხარით რომ თუ მაინც და მაინც გამოიყენებ, უნდა რაღაცა შეცვალოთ. და ეგ შეცვალე იუთუბერების იდეები? სხვა დავალებებია და სხვა სცენარი, ანუ ფეხბურთზე ვინმე აქვს გადაღებული მსგავსი ვიდეო? მე არ. ფეხბურთზე არა, მაგრამ ზოგადად აი იუთუბერებას რო იწყებენ ადამიანები, ცნობილი იუთუბერებს მიწერენ, დამავალე რამე და მაგით ცდილობენ რომ პირველი ვიდეოს ნახო მე ვიფიქრე რომ აი ეს თემატიკას ძალიან მოუხდა. მე მაგალითად ვინმე რომ მომწეროს დამწყება პირიქით სიხარული დავეხმარება. იმიტომ რომ თვითონ ხარ დამწყე. მესამე ვიდეო იყო რა ეს ამ პროექტის ფარგლებში და სამივეში ჩასვლის სულ ცნობილი იუთუბერები. ერთ ხუთი მაინც ალბათ რა. მთელი ვიდეოს განმავლობაში მხოლოდ მიდით ბიჭებოს დაყილი რომ არ ყოფილიყო, რამდენიმე იუთუბერს ვთხოვე რომ ჩემთვის მოეცათ დავალებები, რომელსაც თამაშის განმავლობაში შევასრულებდი. 5-ზე მეტი ქართველი ცნობილი იუთუბერი რო ჩასვი ყველა ვიდეოში, ეგ აღარ ქნა მომავალში რა. საერთოდ აღარ ჩავსო აღარ არის. ანუ ჩვენ გვაინტერესებს შენ როგორ ახარ 100.000 გამომწერიანი ტიპები თუ ჩასვი ვიდეოში და თანილებს დააყენე და უშუალოდ ეგრე ნახვეს ყველა დააგროვებს. thumbnail-ზე ხوار დამიყენებია. ეგ არაფერს. არა, всё, მესმის. რასაც ისახით და მე ეხა შენ შეგაფასებ, მაგრამ მანამდე მინდა გითხრა რომ მე Amazon-ში ვიყავი და გველიც დავიჭირე. მეტი გამოცდილება გაქვს ვიდრე მე. არა, იმას გეუბნება რომ არაფრის მომცემი ინფორმაცია გითხარი ახლა. მიუხედავად იმისა რომ მართლა მოხდა, ზუსტად იგივე არაფრის მომცემი ინფორმაცია იყო, მიუხედავად იმისა რომ სახალისო იყო. მონაწილეების დახასიათება იყო არაფრის მომცემი. არ იმსახურებოდა ამ ვიდეოს იდეას. შეტყობი ანუ ვაფშე სასაცილო რა იყო და სახალისო რა იყო. აი სახალისო იყო, მაგრამ თუ ამ მონაწილეების შემოყავს პერსონაჟება და აღწერ, მაშინ ამ მონაწილეებისგან მიიღე დავალება. თამაშამდე ჯერ კიდევ 1 საათია დარჩენილი და დრო ტყუილად რომ არ დავკარგოთ. მოდი გაგაცნობთ ჩემს ახლად შეძენილი მეგობრებს, მაგრამ დროებით კონკურენტებს. რა ხალხი, რა ოქროს ხალხი მოკლედ რა. მაშასე კრეატორის პირველი მონაწილე, გულწრფელობის უმაღლესი დოზით დაჯილდოვებული, კემპინგისა და თავგადასავლების მოყვარული, გარეული ექიმი ომარი და მისი ვაჟკაცი დანიელი. ჯუმპერ ლეჟავას ქალი ვერსია, შეუჩერებელი ველოსიპედისტი და ამჟამად იმუნიტეტის მფლობელი ვერიკო ბაზალი. ეს მონაწილეები ისე წარადგინე, თითქოს ჩვენ ყველა მთელ საქართველოში იციან რომ კრეატორში მონაწილეობ და ეს მონაწილეები შემოიყვანე და რა, მე რა. ანუ ამ მონაწილეებმა როა გითხრა დავალებები, მაშინ კი, მაგრამ ისე არაფრის მომცემია მაგის გაზიარება რა. თუმცა მე ვიტყვი ხა ჯერ არ დავასრულე. გაიტო, ბოლოს მე გაიტო, გაკოლო. თუმცა მე ვიტყვი ხა შენ ნიში რა მომწონს რა. მიუხედავად იმისა რომ ცოტა ძველი სტილი ეს
რაღაცა იუთუბერების დავალების გამოყენება, ან ეგეთი ჩელენჯების შესრულება, შენ გაქვს რაღაცა გამბედაობა, თუნდაც რომ აი სტადიონზე ხალხის წინაშე აკეთო ისეთი რაღაცები, რაც ბევრს ძალიან ფსიქოლოგიურად შეაწუხებდა და ეგ გამბედაობა რომ გაქვს პლუს იუთუბერებთან დაკონექტება რომ შეგიძლია ყველას მიწეროთ ხო, ეგეთი რაღაცები რომ შეგიძლია, ეგ ძალიან მომგებიანია და ეს რაღაცა bold ეგ მცდელობები ძალიან მაგარია რა. და ეს გავაკეთოთ. ამას რა დავუჭირ. უბრალოდ შენ ჭირდება რომ კაი, კარგო, ცოტა უბრალოდ შენ ჭირდება რომ შენი ნიშა ბოლომდე იპოვო და არ გადმოაკატო ის იდეები რომელიც უკვე გაკეთებულია რა. ეს რა არის? მოусმინოთ კალას რას გეუბნება. ქონდა რო დავდე და ვიცი YouTube-მა. რატო დაძაბული მუსიკა კალას და ხმა არა აქვს? ანუ გეტყვით შენ გულს მოიგებდი თუ აი რა გეკონა? არა, პირიქით ძალიან დიდი ბოდიში პირველ რიგში კალასთან ეს არ იყო დაგეგმილი. თავიდან რომ დავდე ვიდეო, ხმა ქონდა, არა მოჭრა. უბრალოდ მე copyright დაედო რატომღაც მიუხედავად იმისა, რომ კალა იმ კალას არა, კალასთან რა მუსიკაც იდო. ვიდეოები რო დევს, მაგის გამო შენ რო ხმა გამოიყენე. შევათქვით იუმორიდან დაბლოკა. კალასთან რა მუსიკაც მედო, იმ მუსიკას დაედო copyright და მე support-ს რომ მივწერე, რაღაცნაირად ისე მქენი არ ვიცი ანაირად რომ ანუ დარწმუნებული ვარ კალა არ გამოგიგზავნი და მუსიკიან ვიდეოს. არა, მუსიკა მე დავადე უბრალოდ მუსიკებს ვიწერე, ანუ სპეციალურად. არა, მე ნანახი კალას ხმა იმდენად საშინელი მოსასმენია რომ მუსიკას ადებ? არ მე ვერ მივხვდი. არა, უბრალოდ პლუს ამაში ხასიათი პლუს ხულა გექნება. არ მინდა პლუს ხულა ხასიათი. წეგან გითხარი რომ აცადეთ კაკოსო რა ჩვენ ანუ იმდენი იმას გაკო რაღაცა გესიამონა ბოლოს რომ კაკო გესაუბრებოდა აქ ხო არ დაგავიწყო კაკოს გარდა კიდე ორი ადამიანი ვართ ვინც გადაწყვეტილებას იღებს საერთოდ ჯამში ვიდეოზე რომ ვისაუბროთ წინა ვიდეო უფრო ცუდი იყო თუ ეგ დაგამშვიდებს წინა ვიდეო ბევრად ცუდი იყო და აქ მამარდამ ხელმოწერა არ მოგცა, ხო? მამარდას და სხვა ფეხბურთელებსაც ვეძახდით შორიდან, მაგრამ არ მოვიდნენ ყოველთა რომ ეს ავტოგრაფები და ფოტოები და ასე შემდეგ გაგოცვალა. შენ თვითონაც რომ გიყვარს და გინდა რომ წარმატებული იუთუბერი გახდე, ეგ არის ალბათ თავარი კრიტერიუმი, რაც განსაზღვრავს საბოლოო ჯამში გახდები თუ არა და ეგ რომ მარხელა დოზით გაქვს ძალიან მაგარია. უბრალოდ ანუ გაცვეთილი იდეები აღარ დააკოპირო და შენით მოიფიქრე. შენდი. ხო და არ გინდა ამდენ ცნობილ იუთუბერთან ასოცირება. 1-2-3 წლის წინ კოლაბები არ იყო ბევრი ზოგადად YouTube-ზე და მე ყველამ დაიწყო და ტრენდი გახდა. კოლაბებით რაღაც გაქაჩვა თუ რაღაცა ეგეთი, ხო? ეგ უკვე ეხლა გვდება. ბოლო კლუბი არის თუ რაღაცა. კოლაბები თუ იქნება, უნდა იყოს შინაარსობრივი. იმასაც უნდა უსწორდებოდეს. შემდეგში სცადია უცებ. მოვალეობას არ უნდა იხდიდეს ამ დავალებით, რა. აი, არა. კარგი ბიჭი ხარ. გულთან ახლოს. და მონტაჟიც საკმაოდ კარგი. წერდი რა ქულა დავწერე? ერთიანი მე კარგად მახსოვს. მადლობა ძალიან. დავაი ზუგსო, შემდეგში სცადე. გამოვასწორებ აუცილებლად. რომ შენ ვაფშე ყველაფერი შენ თვითონ რა, აი ადამიანს მე პირადად YouTube-ს პატივცემ, როგორც კი Mr. Beast-ის თამბი არა აქვს, დაკოპირებული ეს. Mr. Beast საერთოდ არ უყურებ მაგალითად. არა, სხვა მეზგონა, აი ერთი კოსტუმი თუ არის Mr. Beast და YouTuber-ების თავები როგორც იცვლება, წინასწარ ეგ თუ არა აქვს, პატივისცემა მიშლება რომ იწვალა რა, ვსო იშრომა, იმიტომ რომ თვითონ ცუდი გააკეთა, მაგრამ თვითონ გააკეთა რა. მე ეგრე ვმუშაობ. დაგემშვიდობებით, ჩემთვის დაველოდები. მადლობა ძალიან. იმედია გადარჩი, წესით გადარჩები. როგორ არ გადარჩი? კოლაბები ისე მახარასაც არ უყვარს. ვის? თავიდან სულ თავისით გაიქაჩა. მოლოდინი იმედი მაქვს რომ დავრჩები პროექტში. თეთრგულას გავწდი და ეს რა. უფრო იმუნიტეტის მფლობელის ვიდეო მომეწონა, ვერიკოს უფრო რაღაც ემოციური იყო და ნუ დანიელი თავისი ედიტინგით ისევ გამოირჩევა როგორც ყოველთვის. ბაიკ კულტურა, ველო კულტურა. ველო კულტურა ძალიან ცუდი სახე. ველო კულტურის წარმომადგენელი ვერიკო შემობრძანდება ეხა, მობრძანდი ვერიკო. შემერთება მაქვს ძალიან კარგი. მიუხედავად იმისა, რომ იმუნიტეტი მქონდა, მაინც მთელი გულით და სულით ჩავდე და უფრო თავმოდ ვიყავი და ძალიან კარგი გრძნობა იყო. ვერიკო, სამწუხაროდ შენ ეხა დატოვე პროექტი დაგემშვიდობებით, კარგად იყავი. ანუ ველო კულტურა არ უნდა გადაარქვა? გადავარქვა. კი არ გაძალებთ არამე, ისე არ გაიგო. არა, ბევრჯერ მიფიქრე, არ ვიცი რა. მაყურებლებმაც დააფიქსირეთ, ღირს თუ არა ამ სახელის დატოვება თუ გადაარქვა. მოდი აქ რა გაიგე. კომენტარებში დაწერეთ მეგობრებო, ვერიკოს დავეხმაროთ YouTube-ის არხის სახელის შერჩევაში. დაწერეთ კომენტარებში შენს კომუნიტში შედი, გააკეთე გამოკითხვა, უნდა დავარქვა არხს ახალი სახელი, დაწერე ერთი ძველი, მეორე ახალი და ხალხს გადააწყვეტინე. და იგივე გააკეთო ზუკამაც ავატართან დაკავშირებით. ვეროსველო, არის ალბათ არასდროს ვიტყოდი, მაგრამ სულ მე მახსოვრებოდა. შეიძლება 4 ვარიანტი გააკეთო, 4 ვარიანტი იწერება იქ. ერთ-ერთს მე გირჩევ, ველისაპეტისტი და იყოს ერთ-ერთი. მაგას თუ ჩაწერე, მოიგებს ციცოდე. ანუ מחარას ვერსია, ველისაპეტისტი. აი ეს დაწერება ეს არა უკვე მოიგო, ანუ უკვე წარმოვიდგინე. ძალიან მაგარია, ველისაპეტისტს უყურე?
ანუ თან ეს ცოტა ისე დუბტკებ თეატრალური სტუდენტებს გაზრდი შენი სახელით. არა, მაგ სახელს არ დავარქვა. და ვერ არას კი არ და მაგრამ თუ დავაწერ ესე, ანუ מחარას იდეა არისკო, ეგ გაიმარჯვებს უეჭველი, მაგრამ არ დააწერ რას? არა, დავაწერ, მოიფიქრებ. დავიწყებ ისევ მე, იმიტომ რომ კაკო რო დაიწყებს, მე აზრი აღარ აღარ. არ ვიცი მიჯაჭული გავხდი თუ არა, მაგრამ შენ ვიდეოებზე ყოველთვის რაღაცნაირი ემოცია მებადება რა. ეს სიამაყისა, წინაზეც ეგ ვთქვი. ამაზეც მართალია მილიონი ნახევრიანი და მილიარდ ნახევრიანი ბიზნესების კადრები გამოიყენე. უფასოდ. მაგრამ მუსიკა და კადრები ძალიან კარგად არის ერთმანეთთან. Was happy to see Chris Froome competing at the Giro d'Italia this year with his რატომ ხვდებით რაღაცის გულშემატკივრები? თავიდან ამ დავალებამ შემაშინა, მაგრამ მე მივხვდი რომ გულშემატკივრობა იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ გიყვარდეს რაღაც და მას ხარს უჭერდი. ამიტომ მას შეგვეცვალ შევხედე და მივხვდი რომ ჩვენ ძალიან ბევრი რამის მიმართ ვართ გულშემატკივრები. და აი ეს იმით. ეხლა სამწუხაროდ ჭიპონის ხმა აქვს ეხლა ტექნიკური ის არის და ჭიპონის და გუდასპირის ხმა აქვს ჩვენ ტელევიზორს, მაგრამ ამას აუცილებლად გამოვასწორებ. შემდეგში ცოტა რაღაცა ოდნავ მოსაბეზრებელი რაღაცა იყო რა, აი კადრობრივად ხე ეს ამხელა მუხტი და იმან მაყურებინა, ანუ იმან გადამალახინა ეს მომენტი აქ რაც იყო რა, აი თავიდან რა მუხტით შემყვა რაღაცა დავიმუხტე და აი ეს ცოტა ჩავარდნა, ჩემთვის ჩავარდნა, შეიძლება სხვისთვის იყოს, გადამალახინა იქიდან წამოღებულმა ემოციამ, აი რა დატვირთული ვიყავი, ცოტა და აი და საუკეთესო მომენტი ჩემი ვიდეოდან ალბათ არის დასაწყისი. იმიტომ რომ დასაწყისში ძალიან კარგად მაქვს წარმოჩენილი სხვადასხვა სფერო და სხვადასხვა გულშემატკივრების ემოციები. იქ რო ემოცია არ ყოფილიყო, შეიძლება რაღაცა იასენია ეგრევე 10 წამი. ეხლა ძალიან გიფუჭებ იმას. რა ცუდია. ეხა სტატისტიკა. მე thumbnails რაც შეეხება ვერ ვიტან აკად ნუსხურით დაწერილს ან ჩვენ გთხოვე რომ ბოგის ფონტს მოგცემთ და იდეალური არის იმიტომ რომ ოთხკუთხედი არის ძალიან იშვიათია სხვათა შორის ქართული ფონტი რომელიც კარგად ერგება დიჯიტალს ეს ფონტი არის ჩემთვის ძალიან ცუდი აი ყოველთვის ავსწრდება რომ შეგეშლება ორდში რაღაცა და აი ფოტოშოპში შეგეცხება და ლორებ იფსუმ აი იმითი რო წერ უნიკოდით რო წერ იცი ნუ მიყვებს ის თქოს გონზე არა ხარ ვით 160 კაიქი უმარსვა რაღაც დამეწიე გთხოვ შენც გაქვს გამოყენებული ესეთი შრიფტები ერთი ორ მართლა და შენც გირჩევდი რომ მე უფასო მე ვიცი რომ შრიფტიც უნდა გამოვიყენო და სულ ეგრევე აი მე მგონია რომ მაქსი ყველაში არის ჩარტე მე თორემ ტექსტი გაუხმა მართლა იმას აქვს უფლიო და მიდის და მე გაუვიდეს ეს ჩარტე რა აუ რამდენი რაღაცა გააკეთა ვიდეოში და შრიფტზე საქართველოში ლეგენდარული ფეხბურთელები მოინახულა საფლავები რეალები ან ნახე მე ისე აღვიქვი რომ შენ ცდილობდი დაგემბულღამები და ადამიანებს რატო უყვართ ფეხბურთი და გაგეგო და შენს გეგზნო კი მიახლოთ მაგას ანუ მგონია რომ ისტორიის გარეშე რაღაცის გულშემატკივრება ვერ ხდება თავიდან რომ დავიწყოთ რა სათაურით არ მოვიხიბლე რაღაც კონკრეტული ფრაზა რომელიც არანაირ კითხვის ნიშანს არ აჩენს და არ ასახავს ბოლომდე ვიდეოს გამოწვევას. ვიდეოს შინაარსიდან გამომდინარე, რაღაც ვისურვებდი, რომ ყოფილიყო, რომ გავხდი ფეხბურთის გულშემატკივარი ერთ დღეში. უფრო ეგეთი ტიპისკენ წასულიყავი, შენ კონკრეტულ პერსონალურ გამოცდილებას რო ასახავდა რა. ეგ არის ერთი ამბავი. მეორე ამბავი ის არის, რომ ძალიან ემოციური იყო დაწყება და კარგი იყო, მაგრამ 2 წუთის განმავლობაში გაგრძელდა ეს კონტექსტის გაცნობა, გულშემატკივრება არის ყველგან. ჩემი მიზანი იყო ის, რომ წინაზე დავალება რომ გაგვაცანით, მაშინ თქვით, რომ გულშემატკივრებას შეხედეთ უფრო ფართოდ. ამიტომ ეგ ძალიან დამახსოვრდა და გულშემატკივრებას შევხედე ძალიან ფართოდ და მაგით უფრო აქცენტირება გავაკეთე იმაზე რომ გულშემატკივრება არის ყველგან. მესმის, მაგრამ ეგ არის ზოგადი კონტექსტის გაცნობა. შენი ვიდეოს იდეა საბოლოოდ იყო რომ საბოლოოდ შენ გააცანი მაყურებს რომ გულშემატკივრება ყველგან არის და ეგ იყო მოცემულობა, საწყისი ეტაპი და შენი ვიდეოს იდეაა რომ შენ იქეცი ფეხბურთის გულშემატკივრება. საბოლოოდ ეგ შენი ცვლილება ამ ვიდეოში, შენი ამბავი ეგ მოხდა რა. რაც შეეხება მაგ ნაწილს, როგორც გააკეთე, მაქსიმალურად მოინდომე. სახე მოიხატე, ბანერი გააკეთე. ანუ მოიძიე ყველანაირი ინფორმაცია რაც კი შეგეძლო. შემოიყვანე ძალიან ზუსტი პერსონაჟი ვიდეოში. ანუ მაგასაც თავისი სკილი ჭირდება, რომ ის ადამიანმა ვაიბი არ გააფუჭოს და იპოვო ადამიანი, რომელიც წამოყვება. პირველი კითხვა. როგორც წელს მიიღო დინამომ თასების ინფორმაცია 1991 წლის 13 მაისი. მართლა იცის? მე ხადავე მართლა იცი? ვაუ. ეს კაცი მაგარი პერსონაჟი იყო, მაგრამ შემოვიდა ძალიან გამხიარულა და მოხდა ვიდეო. ცოტა ლიანკოზე ვერ მივხვდი აშვაში იყო.
ზუსტად სადუჩავს. და რადგანაც გულშემატკივრობის ესე ძალიან მჯერა, თითოეულ იმ ადამიანს გულშემატკივრობ, ვისაც გარკვეული მიზნების მიღწევა სურს. როგორც მაგალითად ლინაკოა, რომელმაც ძველი სახლის განახლება და ხელახლა აშენება გადაწყვიტა. აი შემთხვევით ჩასმული ინფლუენსერი ხო არ გესიამოვნებათ? აი რაღაცა ეგრე ხო არის? არა. ზოგადი, მაშინ კაკუს ჩავსვათი. არა, ზოგადად მინდოდა რომ გავიხსენო ისაც დაგიწყდა რა. ლინაკო ჯულდა. ბევრი რაღაცა მინდოდა რომ განსხვავებული მეთქვა. ანუ ერთი ხო არის რაღაცა სპორტის, იქ ხატვა თქიქის და უბრალოდ აი ადამიანი რომელიც რაღაცას აკეთებს თავის ისე. ლინაკოს რაზე გულშემატკივრობ დიდი ბოდიში? სახლი იყიდა ძველი და უნდა განაახლოს და არა, შენ რაზე გულშემატკივრობ ლინაკოს ეგ მითხრა. იმაზე გულშემატკივრობ რომ როგორღაც მივიდეს ბოლომდე რომ ბევრი პრობლემა ხდება, ბევრი დაბრკოლება ხდება და ძალიან გულშემატკივრობ. მაგას ქვია ფინანსების არ ქონა, მაგრამ ძალიან დიდი მოკითხვა აქედან ლინაკოს, მაგრამ შენ ვიდეოში ლინაკოს ჩასმამ ჩემთვის გამოიწვია გამოსვლა იმ ემოციიდან, სადაც ვიყავი. ლინაკო ბარით ხელში, აი ახლა სახლი უნდა გავიდე ბოლოში. შენ ვიდეოებს ახასიათებს ეგ რომ ჩემში იწვევს ემოციურ რაღაცებს და სითბოში რომ შეიყვანენ ფეშთან დაგწავენ და კიდულებიან წყალს რომ ჩაგასხავენ უკან. ანუ არ მინდა რომ ეს ასწირდებოდეს ლინაკოსა საერთოდ ფეშოში არა. უბრალოდ ვიდეოში ვიძახი. აი მართლა მაიმუნზე და კაკოზე რო ყოფილიყო, აი და ბედნიერი გახდებოდა מחარა ძალიან. აი ბედნიერიც მაიმუნიდან აკურა. ჩემი კონტენტი იქნება მაგმაიმუნს დავიჭერ. არა დაამთავრა. არა, დავიჭერ თქო, სულ დამთავრდა. ჰიტა რას კი არა. ის რომ ესპანეთის ნაკრების გულშემატკივრობა მიხვედი, ეგეც ძალიან მაგარია. შენი პიროვნება გამოჩნდა როგორი ემპათიური ადამიანი ხარ და შენი მოწინააღმდეგე მხარე არ არის შენი მტერი და იმათი მხარითაც რომ დაინტერესდი და ეს ერთიანობა რო გაჩვენე, მანდაც გამოჩნდა შენი პიროვნება და ყველაფერი ძალიან მომეწონა იმ დონეზე რაც შენ ხარ ტექნიკურად, ყველაფერი ჩემთვის ბევრი რამე 90% იყო იდეალურად გაკეთებული. და ყველაზე მეტად შენი ვიდეოდან ვიგრძენი რომ შენ ეს თემა დავალებისთვის კი არ გააკეთე, შენ მართლა გაინტერესებდა და მართლა ბოლომდე ჩაერთე ემოციურად, ყველაზე მეტად სინამდვილე ემოცია შენი ვიდეოდან ვიგზენი და ძალიან დიდი პატივისცემა ჩემგან ამის გამო. მოგებაძანთ. ოსმო გამოიყენე იმაზე რომ იჯექი ველოსიპედზე? არა, მობილურად. არა. როგორი აგდებული რა. ოსმო 2 მაქვს და ხარისხში ცოტა უჭირს. ოსმოზე აუწიე ხარისხი 4K-ში და დილოგით გადაიღე ხოლმე. და მანუალზე გააკეთე ეს ყველაფერი რომ დაალაგო ფერები, კადრი და მერე დაადე ოსმოს ლუტი არსებობს, იცი ეგ? გადაადებ და საერთოდ სხვა სამყაროს იღებ. ერთხელ სადე და მიხვდები რომ აი ვაფშე სხვა რაღაცას მიიღებ ფერებით რა. შემდეგში ეგრე გააკეთე ჩემი ხათრით და ვნახოთ როგორი იქნება რა. თუ გადარჩი ეხა. შენი ვიდეოები იწვევს ემოციას განსაკუთრებულად სევდას ალბათ. ეს არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, ალბათ კარგია. ცუდია. შემეძეთ კარგია, რავი, ემოცია. არა, ადამიანი რომ დაგიახლოვდეს, სევდის ემოცია ყველაზე და შენმა ბოლო ვიდეოებმა რაც ნახე ყველამ, ეგ ემოცია დამიტოვა ამ ბოლომაც და ეგ შეიძლება შენი ნიშა იყოს. შენ ხარ სევდა. 1 2 3 მოგებაძანთ. ძალიან დიდი მადლობა. უცხრიანი ამეწია შემთხვევით. სამიანი ვიდეო. ექვსიანი ხო არ გინდა. დაგემშვიდობები, ვერიკო. მადლობაძანთ. ყველა დაგემშვიდობებით. და რაღაცა იქნება რა. ეს ვიდეო უფრო რთული იყო იდეურად, ვიდრე ფიზიკურად. მიუხედავად იმისა, რომ წინა ვიდეოში ფიზიკურად მომიწია რაღაც დიდი მანძილის გავლა, სიცივის გამოვა და ასე შემდეგ, ფიზიკური მომენტი ძალიან რთული იყო და სასახად გადაღებაც. მაგრამ მგონია, რომ ეს უფრო გამიჭირდა ერთი მხრივ, იმიტომ რომ იქ რაღაცა ჩემ სფეროში ვარ და ვიცი რა ხდება და როგორ ხდება, ანუ რა კადრები მჭირდებოდა, როგორი კადრები მჭირდებოდა. აქედან ძალიან ბევრი მოძიება დამჭირდა, ძალიან ბევრი ჩართვა დამჭირდა და ასე შემდეგ. ანუ ეს ვიდეო უფრო გამიჭირდა ვიდრე წინა ვიდეო. ჩვენი შემდეგი მონაწილე იქნება მარგველა. მე მგონი არ არის ეს მეტად. ხალხო მაბულინგებენ. როგორც ყოველთვის მოლოდინები არ მაქვს, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, მაინც ჟიური უნდა გადაწყვიტოს რა და როგორ იქნება. ჩემი ვიდეოები ძალიან კმაყოფილი ვარ. აი ძალიან. ალბათ კი არა საუკეთესო ვიდეოა, რაც ამ პროექტის პროგრამებში გამიკეთებია და ისედაც რა. ეს ბიძაჩები რომელსაც ნაკრების მიერ ყველა წარმატებულ ან წარუმატებელ პასზე აი ასეთი რეაქცია აქვს. ალბათ ხვდებით რამდენს ნიშნავს ასეთი ემოციური გულშემატკივრისთვის ნაკრების თამაშზე მოხვედრა. სალამი მარგვე რა შვი გამარჯობა. ნიჩეო რა. მეც ეგრე რა. მე დავიწყებ კარგით. ჰიტა მე არ მიიღებ? შენ გაქვს როგორი პლუსი, იცი? მე რო უთხრა ჰიტა მე რაც ვაპირებდი მართლა მიდი აბა. ხო, გასწავლე. შენ
როგორი პლუსი გაქვს? ნახე, აქ რო დგახარ, ბევრად უფრო კარგი ტიპი ხარ, ვიდრე ვიდეოში მაგას ხედავთ ჩვენ. და ეგ უნდა გამოასწორო. რაც ძახდა რომ მუსიკაში ვარ მაგარიო და სხვა ვერაფერშიო, მე მგონია რომ აქ შეცვლილია ეგ რა. გავითვალისწინე და იმ. რაღაცები გათვალისწინე. შენ როგორი კარგი ადამიანიც ხარ, მაგის ვიდეოში მიტანა რომ მე ხალხმაც უფრო კარგად გაიგოს, ეგ რაღაცნაირად უნდა აწიო უფრო მაღალ დონეზე ჩემი აზრით. ბიძა შენის პირველმა რეაქციამ დაიწყო ჩემი ჩათრება რა. ბიძაი რაღაცნაირად ის არის რა. მე გეტყვი სამ კოლექციას დაიგითხავს და מחარა კიდე რაღაცა სისულელებს მოიფიქრებს როგორც იცის ხოლმე. ბიძა შენის ინტეგრაცია თვითონ იდეა რომ ესე ფეხბურთის ფან ადამიანს ესე წაიყვან და მასთან ერთად ვიდეოს გადაიღებ, ეს ძალიან მაგარი იდეაა თვითონ. უფრო დამაკლდა ისი რა, სიუჟეტში შემოყვანა, აი კაკო როგორც აკეთებს. პერსონაჟი რომ უნდა გამაცნო, გამაგებინო როგორი ტიპია და მე მასთან ერთად რაღაცა დრო გავატარო რა. ეს ეხა პირველ ვიდეოში მაგის აკეთება ძალიან ძნელია, მაგრამ იდეა ძალიან მაგარია. 5 და 40-დან არაფერი ხდება მართლა ვიდეოში. აი მაგდასავით მონეტიზაციისთვის გაქვს ეს ყველაფერი რა. აი ეგრე არ ვთვლი. ბოლოში რო ცოტა მუსიკა იცვლება და სენტიმენტალური რაღაცები იწყება, აი აქ. ეს არის ალბათ ვიდეოში საუკეთესო ნაწილი. აი ეს მომენტი. აი სადღაც მესამე მეოთხედში რაც ხდება, აი ეს მომენტი არის ფაქტობრივად არაფერი. რეაქციები არიან, ნახე, კონფლიქტი შევქმნი ის, რომ თუ დააკვირდებით კადრს, პირველი გოლი გაგვივიდა. 70000 კაცი ზის და ტელევიზორი ყველას გვაქვს და ყველას უყურებთ საქართველოს ნაკრების თამაშს. და მეუბნები რომ აქ გოლი გაგვივიდა. მე ბოლოში გეუბნები რომ ეს გოლი კი გაგვივიდა, მაგრამ მე მაინც მაგარი გულშემატკივარი დავრჩები. ნუ მიმართრებ. ბოლო არა, ამაზე გეუბნები. ამ მომენტში რა მოხდებოდა, იცი უბრალოდ ვიდეოს უყურებ, თუ მობილოში უყურებ ესე პლუს 10 წამები და თუ კლავიატურით უყურებ პლუს ესე კიდე 10 წამები. ყველა სასიამოვნო მომენტია მაგდას დაჭერა. და თელშენი მინდოდა რომ შემექმნა, ანუ მუსიკით და კადრით всё მეტი არაფერი. ნახე თუ მე რამდენჯერმე გადახვევას დავაჭირე და ვიდეოში არაფერი არ გავმაზე, ესე იგი ამ ვიდეოს პრობლემაა. სათაური კაი იყო. აი აქ თუნდაც რა შეგეძლო უფრო მეტი ემოცია რაღაც ამჯერა ან რაღაცა ბიზაშენისგან გეთქვევინებინა რა, უფრო მეტად რა. ისეთი რომ უფრო მეტად დავინტრიგებულიყავი რა რაღაც ბილეთებს ჩუქნი, ეგ რო გამოჩენილიყო, ბილეთ ჩუქნი მიგყავს რაღაცა უფრო მეტი, ანუ პროსტა სურათებია დადებული, სადაც ემოცია განსაკუთრებულად არ ჩანს რა. და ბიზაშენიც შეჯერებით არ არის ცნობილი. შეჯერებით ყველაზე მაგრად ქონდა ინტროზე ნამუშევარი და კარგი ემოციური არჩევანები იყო, სწორად იყო კონტექსტი გააზრებული, შემოყვანილი რასაპირებ, ეგ კარგად იყო დასათვალებული, მაგრამ ზუსტად იმიტომ რომ ეგ მოლოდინი შექმენი, მე ბიზაშენი ისე უღიმღამად შემოდის, რომ აი ანუ მეც ველოდებოდი რა. ვინ არის ბიზაშენი, რატო დაიწყო გულშემატკივრება, როდის უყურა პირველად რაღაცა ეგეთები რა, რომ რაღაც უფრო მეტი აგეწერა, რომ რაღაცა როცა მუშაობს მაშინაც უყურა, რაღაცა ეგეთი რაღაცები გეთქვა უფრო მეტად, რომ უფრო მეტი ემოციური ბმა მქონოდა შენ პერსონაჟთან, იმიტომ რომ ჩვენ არავინ შენ იცი ბიზაშენზე, მთელი ისტორია იცი, ვინ როგორი ტიპია, მაგრამ ჩვენ არაფერი არ ვიცით და ამიტომ მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტი ჩაშალო რა. რიტენშენსაც რო შეხედო, სავარაუდოდ შენთან იქნება ესე, რიტენშენი არ ვიცი. არა ესეა? შეგიძლია ნახო? კი. ვიდეოს ბოლოში რაც ილაპარაკე, რომ ცოტა დიდ იდეაზე ან რაღაცა ფასეულობებზე ან რაღაცა ეგეთებზე. ეგეთების ნაკლებობა არის ზოგადად ვიდეოებში რა. ანუ რაც უფრო მეტ ცოტა შინაარსიან რაღაცებსაც ჩაახსოვთ ვიდეოში, ბევრად უკეთესია ხარისხობრივად წევს მაღლა და ისედაც კარგ რაღაცებს ავრცელებ. ხო, ფინალი მეც მომეწონა. ფინალი კარგი იყო. კიდე არ შემიძლია არ აღნიშნო შენი გადასვლები, ან ტრანზიშენები. რამდენჯერმე ისეთი გადასვლა ჰქონდა, რომ მეთქი ხო არ მომეშვენა, მაგრამ მე მთელი ვიდეო ეგრე იყო და ეგ მაგარი იყო. ქულაში ავწეროთ ეს ყველა. განახო ეს. ნახე მაჩვენ. აი ეგ მაგრად მიდის და აი ეს რო ესე გაგზელებული იყო, წარმოიდგინე რა, ეს რო ესე გაგზელებული იყო, ბევრად მეტ ნახავს დაწერდი, იმიტომ რომ აი ეს არის ცუდი რა. მეც მაშვენეს რა. შეიძლება ესე ჩამოვარდეს, ესე გაგზელდეს, ეს ჯობია, იმიტომ რომ თემით ვერ მიიზიდეს ადამიანებმა, მაგრამ აი ეს ამხელა ნახტომი რეალურად რა, იმიტოა რომ მოსაწყენი გახდა ყურება. მე რას იმიტომ გიწე რომ რაღაცები გაითვალისწინე და ოქროსავით მოიქეც ძმაო რა. მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ წინავს ჩემი ვიდეოს ნახვები, ერთმა ადამიანმა ძალიან გამახარა მოკლედ რა. დიდი ალბათობით ჩემი გამომწერიან მაყურებელი არის და მაჩუკა ერთ-ერთი რაღაცა აპარატურა, კლავიში ეგრეთ წოდებული. არ უნდოდა რომ მეხსენებინო მის სახელი და გვარი და უბრალოდ ვიტყვი რომ არსებობენ ეგეთი ადამიანები, რომლებიც გულით რაღაც აკეთებენ ვიღაცისთვის, ვინც უყვართ. უმარა დაწურებულ ხმაზე თან ეგრე ვიციოთ. ეხლა
ეს დავალება, რა თქმა უნდა, მოვარდნილი იყო ჩემი კომფორტის ზონიდან, მაგრამ დიდი სიამოვნება მივიღე ვიდეოს გადაღების პროცესში, რადგან კომპლექსი მოვიხსენი თვითონ ხალხთან მუშაობით და ხალხთან ვიდეოს კეთებით. გამარჯობა, მე მარი ვარ და ეს Wild Dog-ის არხია. დღეს გვაქვს არაჩვეულებრივი თამაში. საქართველოს და ესპანეთის ნაკრები შეერკინება ერთმანეთს და რა თქმა უნდა ვიგებთ. დღეს სხვადასხვა აქტივობა გვექნება. ესეთი ბანერი გვაქვს, სადაც საქართველოს და ესპანეთის დროშები გვაქვს ცალკე გამოყოფილი და რამდენიმე კითხვა გვექნება ჩვენს მაყურებლებთან, გულშემატკივრებთან. სწორი პასუხის შემთხვევაში თუ კი ქართველი გულშემატკივარი სწორად უპასუხებს კითხვებს, ერთი ქულა საქართველოს მხარეს დაეწერება. ჩვენი პირველი გულშემატკივარიც გამოჩნდა, რომელიც ახლა ჩვენთან შემოვა და გავსინჯავთ, შევამოწმოთ მის ემოციურ მდგრადობას, როგორ არის მზად მატჩისთვის და დაუსვამთ რამდენიმე ბლიც კითხვას. გამარჯობა, თქვენი სახელი? სასიამოვნოა. მოსაო, ჯერ მუსიკა. გამარჯობა, მე მარი ვარ და ეს Wild Dog-ის არხია. დღეს ხმა. მიდი გადაიღე. ბლოგერ დამოვიწყე. მე ჩემო პატარა ინფლუენსერო. გამარჯობა, ომარი, როგორ ხარ? კარგი. თუ აგრა ხმა არ მოხდა. კაცი, ალბათ ხმა გავიგონოთ. გვაქვს არაჩვეულებრივი თამაში. საქართველოს და ესპანეთის ნაკრები შეერკინება ერთმანეთს. მაგარი აპარატური. ვიგებთ. დღეს სხვადასხვა აქტივობა გვექნება. ანუ აბა ძალიან საკეთებ თუ ესეთი ხმა აქვს. ეს ვინ არის? ეს დაცვა. დაცვა. ომარი მაგარი კაცია. ომარ ხელი დამხდება. გულშემატკივრებო. You must pass a check-up. მიუხედავად იმისა, რომ ფორმატი იყო საკმაოდ მოსაწყენი ჩვენთვის, რაღაცა პოდკასტ OIB ქონდა, მაინც ეგ შენი გადაწყვეტილებები მან ჩანს რა, რომ რაღაცა კრეატიულად მოიფიქრე, სასაცილო ხუმრობები და მან ჩანს შენი აზროვნების მანერა. ასევე ის, რომ რაღაცნაირად განბედაობა უნდა მაინც, რომ მიხვიდე ამ შუა ქუჩაში და გამოვაკრა ეს ბანერი, ხალხს უთხრა, რომ მოდი დაჯექი, ეგ არ არის რაღაცა შენი კომფორტული სივრცე და შეკითხვები ჩემი დაწერილი იყო, სავარაუდო პასუხები ჩემი მოფიქრებული იყო და იმ მომენტში კიდე როცა ვიღებდი, რამდენიმე შევცვალე, რადგან უფრო სახალისო გამეხადა პასუხები. ძალიან დიდი კომპლექსი მოვიხსენი მაგ ვიდეოთი. ძალიან მაგარია. ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი. იმის მაგივრად თამბზე გინეკოლოგიური მაგიდა რო ყოფილიყო ფეხებაშვილი ტიპით, უფრო ჩავრთავდი. შენი კომფორტის ზონა დატოვე და აქაც მაინც შეენარჩუნე შენი ველური ექიმობა. ანუ მაინც ქაოსში იყავი, იჯექი როგორც ექიმი, რაღაცა შენ თემასთან ახლოს იყავი და შენი პერსონალიტი უფრო ჩანს და ეგ კარგია, რომ არ დაკარგა შენი იდენტობა და ის ხუმრობები, ის ვადაგასული წამლები ძალიან მაგარი ორო შეტენა. კრეატორის მონაწილეებიც გაიჩითნენ. ვადაგასული წამლები მქონდა წამოღებული და კაკრას ახლა გავასაღებ აქ. მაგრამ ედითი კუთხით თუნდაც აი ბოლოში რო არ თუ თქვენს ნახეთ ალბათ. აი კითხვას რო უსვამ და რაღაც სწრაფი აჩქარებული, აი რა საჭიროა ეგ პირდაპირ ამოჭერი და დაადე პასუხი. მიდი. საუზუხაროთ. ამოჭერი პირდაპირ მიადე კადრი მის პასუხს. ბანერი რომ მოიტანე და გააკეთე დასაფასებელია რეკვიზიტები რო შექმნენი. კემპინგის სკამები რომ მოიტანე და ესეც ჩარტე რაღაცა არხიდან გამომდინარე, ესეც კარგი იყო. კითხვა-პასუხიც ძალიან საინტერესო იყო, ესე იუმორისტულად შეფუთული, მაგრამ ნახე, ეხლა რასაც გეტყვი, ეს რო ქონდა ვიდეოში, ალბათ შეიძლება 10-დან 10-იც კი დამეწერა რა. შენ რო კითხვას სვამ და თან 4 სავარაუდო პასუხი გაქვს. აქ რაღაცნაირად გრაფიკით უნდა გამოიტანო, ან რაღაცა ვის უნდა 20,000-ის ხუმრობაში გაიყვანო, ან რაღაცა ეგეთში და. ნახე, შენ რო კითხვას სვამ და 4 პასუხი ჩამოთვლი, მე ეს კითხვაც უნდა დაწერილი მაჩვენო, 4 პასუხიც უნდა მაჩვენო, მე რამდენიმე წამი უნდა დამიტოვო კიდე რომ მე პასუხი გავცე გონებაში და მე უნდა თქვას შენმა სტუმარმა და უნდა შევადარო გონებაში ჩემი პასუხი და იმის პასუხი თუ ემთხვევა ერთმანეთს. ხო, ანუ კი მე ვიფიქრე მაგაზე და გავაკეთე და სხვა ვარიანტი მქონდა, მაგრამ არ მომეწონა რა. ანუ ამას აჯობებდა. სივრცე მაშინ თავიდან უნდა მეფიქრე, რომ სივრცე დამეტოვებია მაგისთვის ცალკე, სადაც ზევით გაქვს 700 მეტრი დატოვებული. არ გავაკეთე, აი იქ ჩამოუშვი, ნახე, მარჯვნივ ჩამოუშვი რა. ეს ასე რო ვაკეთო ახლა ვიდეო, წარმოგიდგენ რა სასაცილო იქნებოდა, რომ ვის უნდა 20,000-ის რაღაცა კითხვას ატარებ, თან სტადიონთან რო ვაკეთებ, მაგას ძალიან სასაცილო იქნებოდა რა. დიდი პლუსი რაც ყველაზე მეტად მომეწონა, შენს ვიდეოში იყო ბოლო მომენტი, შენი შვილის კადრი და როგორც ისაუბრე. დღეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ოცნება ხდება. ჩემ შვილთან ერთად გულშემატკივრობ საქართველოს ნაკრებს. თავად დანიელიც ნაოცნებარია. 3 წელი ველოდებოდით მე და ჩემი მეუღლე ამ საოცარ ადამიანს. როცა რაღაც გულით გწადია, მთელი სამყარო გეხმარება სურვილის ასრულებაში.
ძალიან გულზე შემეხო მეც ალბათ ყველა მაყურებელსაც და ეგეთი ღირებულებები და შენ პიროვნებასთან დამაახლოვებელი რაღაცები ვიდეოში რაც უფრო მეტია, სიამოვნებაში მაგით გიჩნდება გამომწერები და გამომწერები არიან გულშემატკივრები, ვისაც შენი წარმატება უხარია და შენი ვიდეოს დანახვა რაღაცნაირად მასზე პოზიტიურად მოქმედებს რა და ეგეთი ახლო რაღაცეები რაც უფრო გაზიარებულია ეგრე საბოლოო ჯამში კომუნიტის ეგ ქმნის. ვოისოვერები ახლა რო არის ქართულ YouTube-ზე მოდაში ეს კაკომ სოსომ და კიდე რამდენიმე იუთუბერმა ისე შემოიტანეს, მაგრამ ეს ვოისოვერები სიამოვნებაში მათი კონტენტის სტილიდან გამომდინარეა. და ამდენი ვოისოვერი მარტო შენზე არ ვამბობ, ყველა მონაწილეს სულ აქვს ვოისოვერებით აწყობილი ვიდეოები და ეგ მაგდენი დოზით არ უნდა იყოს წესით. რომ ვოისოვერი არ ასოცირდება ხარისხთან და რაღაცებთან. თითქოს აი სპონსორის ჩასმა დაგავიწყდა ან რაღაცა ვიდეოში უნდა გექნა და ვერ ხენი და ეხლა ვოისოვერით მაინც იტყვი და ცოტა რაღაცა იაფასიანობას იწვევს რა. ეს რთულია მაგაზე რა. აბა. ერთი არაფერი მოიტეხო, გეხვეწები. 3, 2, 1. მადლობა. აიც გოჩას იმენა რა. კრიტიკულად შეტყობები ვერ გამოეთიშე რა გოჩას იმენა. უბრალოდ ერთ რაღაცას ვიტყვი მე რომ ანუ ჩემ კონტენტს ტელეფონით ედიტი ყოფნიდა რა. საკმარისი იყო ტელეფონით ედიტი. დაგეხა ეხლა. ეს კონტენტი რო გადავიღე, მივხვდი რომ კომპიუტერზე უნდა გადავიდე და კომპიუტერში უნდა ვაედიტო, იმიტომ რომ აი ეხლა დიდ ეკრანზე რო გამოდის, იქ მივხვდი რომ კითხვა თავის პასუხად რო ჩამესვა, კარგად იქნებოდა, მაგრამ ტელეფონში რო ვაკეთებ, მეგონა რომ არ ვივარგებდა და ეგ იყო ჩემი მინუსი. თუ აპირებ YouTube-ის გაგრძელებას, რა გადახვიდე. რაც მალე გადახვალ, მით მეტად წინიფერი. ვინც არ უნდა გითხრათ ტელეფონში ვაედიტებ, ბოლოს მაინც კომპიუტერზე გადადიან და დღეისთვის ბოლო მონაწილე სმიდი დანიელი. დანიელ გამარჯობა. გამარჯობა. პირადად მე კმაყოფილი ვარ ჩემი ვიდეოთი მომწონს, ვიცი რომ ჟიურის არ მოეწონება. ვიცი უკვე რას წიტყვენ, არ ვიტყვი ხარ დავასპოილერებ, მაგრამ ნახავთ მე თქვენთან. ერთ-ერთი ვიცი რას წიტყვენ. ალბათ, სავარაუდოდ რა შეიძლება არა. შეიძლება ვწდები და ტყუილად ნერვიულობ და ანუ არ ნერვიულობ, მაგრამ მოკლედ. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი არასოდეს მაინტერესებდა, ვთვლი, რომ შეუძლია იყოს იმის მაგალითი, თუ როგორ შევცვალოთ მსოფლიო უკეთესობისკენ. ვერასოდეს ვიგებდი რა არის ამ სპორტ-ჩესტი განსაკუთრებული, რატომ ყავს ამდენი გულშემატკივარი და რატომ იწვევს ასეთ ემოციებს. 2020 წლამდე ფეხბურთს საერთოდ არ უყურებდი და დღეს პირველად იქნება, როცა თამაშს დავესწრები სტადიონზე. დანიელ გამარჯობა. გამარჯობა დანიელ. გამარჯობა. შენ ჩამქოლეთ. წეგან საუბრობდი ესე სამ შემოხვიდოდი აქ. რომ ძალიან კარგი ვიდეო გაქვს, თუმცა მოლოდინი გაქვს რომ დატოვებ დღეს პროექტს, რადგან ცოტა გულას დაგიწერთ და რაშია აქ პრობლემა? სამ კაცს ხარ მიაყენე შეურაცხყოფა. ეგ გვაინტერესებს. არა. ქრონომეტრაჟი, მაგაზე ვიცი რომ მომედავებით, დარწმუნებული ვარ. ეს ყველაფერი. გაკეთვალისწინე. პრობლემა, გავითვალისწინე, მაგრამ ღმერთს არ უნდა რომ იყოს გრძელი ვიდეოები რა. ბოლო ნაწილი ნახე ვიდეოში. მიკროფონი დაკონექტებული იყო ტელეფონთან, მაგრამ ხმა საერთოდ ჩაიწერა. ვოისოვერი ვცადე გავაკეთო, მაგრამ ძალიან ცუდი გამოვიდა, ინამეტანად ცუდი იყო. ვინჩესტერი დამეკარგა, სადაც მქონა არა მარტო ფეხბურთის კადრები, არამედ ჩემი პირადი სამუშაო, მაგრად ვინერვიულე. რამის ფეხბურთი გავაჩერე, ისე ვინერვიულე. მატჩზე ვლაპარაკობდი უმეტესწილად რა, რომ აი წავაგეთ და ასე შემდეგ. რაღაცა პატარ-პატარა რეპლიკები, არაფერი განსაკუთრებული. არა, ფეხბურთს არ ვუყურებ. წაიშალა ეგ მოხდა ყოფილიყო. ფეხბურთი არ გიყვარს? არ უყურებ, არა, ფეხბურთი არ არ გაინტერესებს? ქართული დიდად არა, არ მაინტერესებს. საქართველოს თამაში. მოგავატყუე მაშინ ფეხბურთი. არა, რატომ მოგატყუე ვიდრე ვამბობ, რომ ფეხბურთი არ მომწონს. როცა საქართველოს თამაშობს ხოლმე, მაგ მატჩებს უყურებ. რო თქვა რომ რაღაცა სასწაულ ემოციებს გამოვხატავ და ასე შემდეგ, არა, ანუ გეზარებოდა რომ წახვედი, ანუ დიდად არ გინდოდა? არ მეზარებოდა. უბრალოდ არ მქონდა ინტერესი არ მქონდა უბრალოდ. უფრო ადრე მივედი, აქ რას ვლაპარაკობ, მაგის ლაპარაკი მინდა სტადიონზე და გამომაგდეს იქიდან. 2020 წელს საქართველოში ვიყავი ჩამოსული 2 კვირით და მეგობრებმა დამპატიჟეს საქართველოს-პორტუგალიის მატჩზე. ის რაც მე ვნახე, არასოდეს დამავიწყდება. ის ემოციები, რომლებიც განვიცადე, სიტყვებით ვერ ავხსენ. თითქოს ბოროტება დავამარცხეთ. ხალხი, რომელიც გაყოფილია პოლიტიკური, იდეოლოგიური და სხვა უამრავი მიზეზის გამო, მოულოდნელად გაერთიანდა. გამოგაგდეს რა უბრალოდ არ შემიშვეს, ხო არ შემიშვეს რა, ხო ანუ არ შემიშვეს. მე მარშრუტკით არ შემიშვეს, მაგრამ
მოგითხოვე ხა ის არის მეთქი. ესე ვიდეოებიდან როგორც მაყურებელი ხედავ, ჭკვიანი ადამიანი ხარ, კეთილი ადამიანი ხარ, ძალიან კარგად ერკვევი ტექნიკაში, ედიტში, ხედვა გაქვს რაღაცა სპეციფიკური, მონტაჟის რაღაცა მონაკვეთებში ჩანს, როგორ სვამ ბითებზე რაღაცა კადრებს და ასე შემდეგ. თუმცა, ის მომენტი კიდე დამრჩა რა. თითქოს სპონსორმა შეგიკვეთა თავის სოციალურ ქსელში დასადებად რა. არის ვიდეოები, რომელსაც ჩვენ ახსევდებთ და ჩვენი არხის გაზრდას ემსახურება და შეიძლება რაღაც კონტრაქტის ნაწილი იყოს, რომ ერთი ვიდეო გადაიღოს სპეციალურად სპონსორზე მორგებულად, რომელიც დაუშვათ მათ სოციალურ ქსელში იდევა. უფრო მაგას გავდა რა. შეიძლება იქ შენი სტილიც არის ეგეთი. შენ იუთუბერობა გევასება საერთოდ? თუ ვიდეოგრაფობა უფრო გევასება? ისტორიების მოყოლა მევასება, რაც YouTube-ია. ეს არის ის, რაც მომწონს იდეაში და მომწონს რაღაცა აზრის ჩადება. ხალხი რაღაცას დააფიქროს, რაღაცა მოეწონოს, თავის-თავი დაინახოს რაღაცა ნაკვეთში, შეიძლება მთლიან ვიდეოში თავის-თავი იპოვოს. იუთუბერები რეალურად არიან აზრის ლიდერები. რაღაც კონკრეტული აზრი აქვს და ამაზე ხალხი ცოტა სხვანაირად შეიძლება დაიწყო ფიქრი. ის რაც ამ ვიდეოში იყო, ეგ არ არის აზრის ლიდერობა, ჩემი აზრით. ეგ არის ის ფორმატი, რაც ყველამ ვიცით ისედაც. ანუ ეს არის მასობრივი თემა, რომ ფეხბურთი მასშტაბურია. იმ ნაწილში, რომ შენ ემოციები არ გამოხატე, იმ კუთხით, რომ რაღაცა როგორ გიყვარს ან არ გიყვარს და იქ გულშემატკივრად რაღაცები, ეგ საერთოდ დავივიწყოთ, მაგრამ თუ ამბობთ იმაზე, რომ შენ ღირებულებას გასცემ, შენ რაღაც ისტორიას ყვები, ჩემთვის ეს რას ჰიტამ თქვა, იყო შეგრძნება, რომ ერთ დონეზე იყო ყველაფერი. ანუ ეს სრულდება, რომ 4 წუთი ერთ და იგივეს ამბობ და მეორდება და არანაირი ახალი ჩანართი არ მოყვება ამ ყველაფერს, რომ რაღაც პირველი ეს და მე აქედან აქამდე მივედი, მე აქედან აქამდე მივედი, რაღაცნაირად თორის ლაინის ნაწილში ზუსტად ერთ და იგივე ტემპი მიდის, მუსიკალურად და ტექნო მუსიკა ერთ და იგივე მეორდებოდა, იყო კადრების ცვლილება და მაგაში პლუსი, მაგრამ ეგ ყველაფერი რომ მეორდებოდა, მე ვერ წამიყვანა ვერანაირ ემოციაში, ვერ გავიგე ახალი ინფორმაცია. პირველ წუთზე რაც მითხარი, ზუსტად იგივე მითხარი მეოთხე წუთზე, შენ რო გეთქვა, რომ ეხა ეს დავალება მომცეს და მე ფეხბურთი არ მიყვარს და წავალ და სხვა რაღაცას გავაკეთებ, ფეხბურთს ჩავირთავ უკან და ეს იქნებოდა შესრულება დავალების და მე მაგარი ტიპი ვარ. აი ეგ იქნებოდა შემდის ბევრად უფრო საინტერესო, იმიტომ რომ შენ შენი თავი გამოხატე, ვიდრე რაღაც კონკრეტული ფრაზები, მასობრივი ფრაზები გაავრცელე თავიდან, იმიტომ რომ დავალება გქონდა და ზოგადად რო შევაფასოთ ეგ არ მომეწონა. ასე ეხება ტექნიკურ ნაწილს, სათაური ნორმალური იყო, მაგრამ სურათი ამ ფეხბურთელის მაგალითად შენ თავი ჩასმული თავი რა ChatGPT-ის საუბრობ დაგენერირებული ვერსია იყო, მაგრამ რას იძლევა არაფერს განსაკუთრებულს. ტექნიკურად ძალიან მაგარია, ძალიან დახვეწილია, მაგრამ ანუ ემოციის დონეზე როგორ რაღაცას ვხსნობ, ვიცი რომ თითქოს ამ დავალების გარდა მაგას არასოდეს არ გააკეთებდი და თითქოს ანუ სამუშაოში რიგითი დღე იყო შენთვის რა. იდეა უკვე მქონდა თავში, რაზე უნდა მელაპარაკა უბრალოდ, სანამ დავალებას გავიგებდი კიდევაც და ვაპირებდი ისაც ამ ვიდეოს გაკეთებას, უბრალოდ ესე დაემთხვა და პროექტის ფარგლებში გავაკეთე ეს ვიდეო. მე მაგალითად რო არ უყურებ ფეხბურთს, არ ვიცი ნუდებში ფეხბურთელები ზოგადად ვიცი, მაგრამ საქართველოს ნაკრები რო თამაშობს, მანდ მე მერხე ვარ რა. ანუ მე საკუთარ თავს კარგავ და ფეხბურთს კი არ უყურებ. უყურებ საქართველოს ნაკრებს, როგორც საკუთარ ჯარს, რომელიც ებრძვის ვიღაცას. საერთოდ სხვა მატერიაზე ამყავს და თავდაუზოგავად რაც შემიძლია ხავი ვარ და გულშემატკივრობ. იმიტომ კი არა რომ ფეხბურთი მიყვარს. არა, ეს შეგრძნება, როცა შენიანი თამაშობს და ვიღაცას ეთამაშება, ესეც ვერ დავინახავ. ამიტომ რომ მინიმუმ აი რაღაცა ხო, ვერც დავაძალებთ, რომ ეგ დავინახოთ, მაგრამ მინიმუმ ის დავინახოთ, რომ არა, მიუხედავად ამისა არა. ანუ არ მინდა რომ ცუდი შედარება გამოვივიდეს, მაგრამ ვერიკოსის ჰქონდა მსგავსი მოდელი, რომ გულშემატკივრობა როგორია და პირველ 2 წუთში რაც თქვა, აი ეგ იყო შენი 4 წუთი. ვერიკო მერე პირველ 2 წუთში თქვა სათქმელი და გააგზელა თავის თავში გამოცადა ეს გულშემატკივრობა რას ნიშნავს და ეს განვითარება გვაჩვენა და შენ შემთხვევაში მაგიტო მოვიწყინე რაღაცნაირად რომ ერთ და იგივე მეორდებოდა დაკვირვება დასკვნა შენი. მიუხედავად იმისა, რომ ეგ ამბავია მართლა თუნდაც კინემატოგრაფია თუ რაღაც გადაღების ხარისხი და ხედვები ძალიან მაგარი გაქვს, დახვეწილი გემოვნებიანი ედიტიც, თუმცა ემოციურადაც ედიტში მე ვერ გამოყევი და ეს სტორიც ჩემთვის ვერ შეიკრა და ამიტომ მე შედარებით კოლაბორაცია უნდა გააკეთოთ შენ და ვერიკომ, შეუნა იყო ვერიკოს რეჟისორი, რა წერანს თქვენ და მე მგონია რომ იდეალური პროდუქტი დაიდება რა. ოღონდ ეს ჩემი აზრი, აი შენ რო იყო ვერიკოს რეჟისორი, თქვენ ორი, რავი, იმენა გაანგრევდით YouTube-ს. მადლობა. როგორც ახლა გითხარ ეს იდეაში ქულების დათვლას აზრი არ ქონდა და დანიელს მოუწია დაბალი ქულები. მე პირადად ალბათ სადღაც ვინანებ რომ შენ დაბალი ქულა დაგიწერე რა, შენ თუ ამ YouTube-ს გააგზელებ, მგონია რომ სადღაც უბრალოდ დრო გჭირდება და მიხვდები სადღაც YouTube-ი რაც არის და იქ გავარდება კიდევაც, იმიტომ რომ ტექნიკური მხარე შენ გაქვს იდეალური რა. ჩვენი ფავორიტი იყავი ყოველთვის იმ ტექნიკური შესრულების ხარისხით, იმ რაღაცა ხედვებით. კიდამ რაც კიდევ თუნდაც შეიძლება მაგ კუთხით გადაზარდო, ის რომ კომერციულად უფრო საინტერესო იყოს შენთვის. მართლა მიმართავ კომპანიებს რომ ამაზე იდეალურ ადამიანს შეიძლება რაღაც გაგიჭირდეთ, პონა. თუ ეძებთ
და მაგრამ ეგ სულ შენი არჩევანია. შეგიძლია რომ გააგზავნო, მგონია რომ რაღაც მომენტში შეიძლება არ გეთანხმებოდე, მაგრამ რაღაცების გათვალისწინება ჩვენგანაც მაყურებლებისგანაც ღირს, იმიტომ რომ რაღაცა მგონია რომ ოდნავ უკეთესად მაინც გვესმის, თუნდაც ქართული YouTube-ის კონტექსტში. ძალიან მაგარი ხარ იმაში შესაძლებლად და მგონია რომ შენ როგორი ხედვაც გაქვს და როგორც აწყობ რაღაცებს, შეიძლება აქ ვინც ვართ ახლა ყველაზე მაგარი ხარ მაგაში რა. ეგ როგორ უნდა დააკონვერტირო ზუსტად ქართული YouTube-ის ფორმატს მოერგება თუ კიდე სხვა რაღაცაში იქნება, მაგას რო გვაჩვენებს, თავარია შენ გააგრძელო რა. ან შენ შექმნა ტრენდი რომ ქართული YouTube-ზე სხვანაირი კონტექსტი შემოიტანო. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა. პირველი გამოცდილება იყო, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ეს ყველაფერი. გამოვცადე ჩემი თავი რამდენიმე რამეში. ცოტა რთული იყო, ცოტა მარტივი იყო, რო გითხრათ რომ ქართული YouTube მესმის, არ მესმის, ვერ ვიგებ ჯერ. მაგრამ აუცილებლად შევეცდები ვისწავლო, გავიგო რაზეა საუბარი, რა არის პრობლემა ჩემში და შევეცდები გამოვასწორო. წავალ თუ არა YouTube-დან არ ამგონია, შეიძლება რაღაცა პერიოდში რაღაცა მართლა კონვერტირება მოხდეს ჩემი. კონტენტს თლად არ შევცვლი, მაგრამ ალბათ ყურს დაუგდებდი იმას, რაც იძახის მაყურებელი და ასევე თქვენ. დიდი მადლობა, მეტი არაფერი. მესმის სრულიად მესმის, არაფერი ბოდიში, სრულიად ყველაფერი. მადლობა პირიქით. დიდი მადლობა. გამოიწერეთ ჩემი არხი საუკეთესო YouTube და მადლობა. მეგობრებო, ეხლა მე ჰიტას ვასწავლე ცეცხლის ანთებას, მიდიხარ. ოპა, აი შიში დაძლე, გეყო. რა მაგარია. ძალიან მაგარია. მეგობრებო, როგორც იქნა? კი არა და გავიგეთ. გაგზელდა. იმუნიტეტი არ ქონდა დანიელს და დანიელმა დაგტოვა დაბალი ქულებით. რაც შეეხება შემდეგი იმუნიტეტის პატრონს. ამისთვის უნდა შემოვიყვანოთ ყველა ძალიან ცოტანი დაჩნენ. 1-5-6 კაცი დაჩნდა რომ გადავთვალე ხა. შემოდით კონკურსანტებმა. გოგოები შევშავე. ხა. მაგდა ქცივა? MVP უნდა თქვა? თავზე ცეცხლი არ წაიჭიდოს. თავზე არ წამობრია. აი ამდენი დაგაკეთე. ეს მე საუკეთესო შოუ მართლა. დღევანდელი ჩელენჯის ყველაზე მაღალი ქულის ამღები არის. ამღები არის, ხო, რაღაცა ეგეთი. 100-ს დავწერ. ვერიკო. ეს არის ვერიკო? ბუდიში. ვეღარ ვაგდებთ უკვე იმდენად დატო. ვარსკვლავი გავუხსენით. მარტო ვარსკვლავი? ნამდვილი ავატარი ხარ. კარგი იყო. ვერიკო, გილოცავ კიდევ ერთხელ. აი ეს პატარა სანთე. მოდიშ ეს გვერდლათო დაიჭირო. ნუ გეშინია პროფესიონალი. ნუ გეშინია. გილოცო. მადლობა. ოლიმპიური ფუნქცია. მადლობა ძალიან. ვერიკო მიიღო 26 ხულა. კიდე ტელეფონს ნუ იყენებ. ძალიან არაპროფესიონალური. აი როგორ არის, იცი? თვითონ აი თითქოს ნეტა ცეცხლი მომეკიდოს, აი მიწა გამსკნომოდეს რა. რამე სასში მოხდა? კი, და თავი გაჭირო. კარგი, აღარ გინდა. ნუ გეშინია. აი თვითონ რა არის, იცი რომ არ შეგიძლია, კაცი ხარ, ბიჭო. არა, ერთ წელი თითით დავიწყოთ პროსტა. მე ჩაგაქრო. არა, ნუ გეშინია, ბიჭო. პანიკაში არ ჩავარდე. არ გეწვის, ცოტა ხანი აცადე. ეს პირველი პანიკისა იყო. ნუ გეშინია. არა, ბიჭო, აზრი არ აქვს, ანუ ჩაქრობით. მაინც ჩააქრო, მიხვდი? ნუ გეშინია. ანუ შეუბერ. აცადე 1-2 წამი. შონი ამევიდა. არა, ხორცი იწვის და ცუდი სუნი იქნება, აბა რა იქნება? ვერიკო მაიღო 26 ხულა, MVP გახდა. მეორეზე 23 ხულა ომარის აქვს. ომარი სტაბილურად ტოპებში გადის. წინაზეც მეორეზე გავიდა, ხო? შემდეგ არის მარგველა 20 ხულით. მაგარი ის და კაბელი. შემდეგ 19 ხულა აქვს მაგდას და ზუკას ავატარს. შემდეგ ტურში იქნებათ ასეთი დავალება. განათლებაზე ხო არ არის? განათლებაზეა სწორედაც. და ვინ არის განათლების მხარდამჭერი ჰიტა? საქართველოში განათლების მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი. შემდეგ ტურში თქვენი დავალება იქნება, გადაიღოთ ვიდეო, სადაც გააკეთებთ რაღაცა შემეცნებით. არ აქვს მნიშვნელობა რა თემაზე იქნება, თუნდაც თქვენი საყვარელი სფეროდან ან სხვა თემიდან. უბრალოდ თქვენი მიზანია, თქვენი მაყურებელი დააფიქროთ რაღაც ისეთზე, რაზეც თქვენი აზრით დიდი ალბათობით აქამდე არ უფიქრიათ. რაღაც ახალზე, საინტერესოზე, შემეცნებითზე და ჭკვიანურზე ალბათ. ამ დავალების მენტორობას გაგიწევთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმოსადეგი და სიბზნესთან ასოცირებული ადამიანი, ბატონი ჩე.
მე ამ ადამიანის გაცნობამდე გამარჯობა, მეგონა რომ ჰიტას ქონდა ყველაზე მეტი წიგნი, თუმცა არა. რაც ადამიანი გავიცანი, მივხვდი რომ ჰიტა უბრალოდ მოგონილი ლეგენდა. და სხვათა შორის ჰიტა აქ არ დგას ახლა ამ მენტორის ადგილას, იმიტომ რომ მან ძის, თორე? იმიტომ რომ ეს მარტივი საქმეა, ხვდები? იჯექი სათვალე გაიგეთ და ისევ იგივენაირად არის სიტუაცია, როგორც წინაზე. მენტორი ერთი კვირის მანძილზე გაუწევს დახმარებას, ნებისმიერ კითხვაზე უპასუხებს ღამის 6 საათზე. მენტორი რო გააღვიძონ, უნდა ამოდგეს და რა თქმა უნდა ლექსი თავიდან მომდე. მადლობა მეგობრებო, გამოიწერეთ ეს არხი, არ გაჩერდე, იმიტომ რომ ჩვენ არ ვჩერდებით და თქვენს გელოდებით რომ არ გაჩერდეთ. სალამი ხალხო, როგორ ხართ? ბიჭებმა კაი რაღაცა გითხრეს, პრინციპში რაც აი გულშემატკივრობაზეც გითხრეს, რომ ამ შემთხვევაშიც ზოგს ძაბავს ხოლმე სიტყვა საგანმანათლებლო და ეგრევე გონია რომ რაღაც დაფასთან ჯოხით უნდა იდგე და წიგნი გადაშალო რა. ანუ საგანმანათლებლოა ნებისმიერი კონტენტი, რომლიდანაც ყურებამდე რაც ვიყავი, იმაზე მეტი ვიცი ყურების მერე, ხო? ანუ ამიტომ ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სფერო. უბრალოდ თავარია რომ რაღაცა შემემატოს მეცოდნაში და თან ეს ყველაფერი იყოს კარგი. თავარი მოსაჭიდებელი წერტილები ვიპოვე, საიდან შეიძლება კარგი კონტენტამდე მიხვიდე საბოლოო ჯამში რა. და ეს 3 რ-ს პრინციპი მაგითო ჩამოწერე. პირველი დავიწყოთ რატომ? აი რატომ რაღაც კონტენტი, ეხლა რა არის, რა შეიძლება გვარგოს. შეიძლება რაღაც საინტერესო რაღაცეებზე გახვიდეთ რა. საკუთარ კონტენტზე ესე დავიწყე ფიქრი და აღმოვაჩინე რომ კარგი იქნება თუ რაღაც საქართველოს ისტორიაზე მეც გავიგებთ. მეორე არის ყველაზე ისეთი ტრივიალური რა, ანუ იქიდან გამომდინარე, რომ აღმოვაჩენთ საჭიროებას, აი რატომს მოსდევს საჭიროება, მე ეს საჭიროება რითი შეიძლება დავაკმაყოფილოთ, ანუ მაშინ თუ ეს საჭიროება დაგვიდგა, რა შეიძლება შევთავაზოთ აქედან გამომდინარე და ბოლო არის ბუნებრივია როგორ არის უკვე YouTube. ის ყველაფერი წინაპირობა, თუ ვიცი ამისი საჭიროება და სარგებელი რა შეიძლება იყოს, რა მინდა ამისთვის შევთავაზო, ეხლა როგორ გავაკეთოთ და ეგ არის 90% საბოლოო ჯამში რა და არის ძალიან ბევრნაირი შემეცნებითი ხაზი YouTube-ზე, რაღაცა იდეები შემიძლია მოგაწოდოთ დაახლოებით აი შემეცნებითი კონტენტის. ოღონდ ჯერ თქვენ ხო არ გაქვთ უკვე რაიმე პირველი ნაპერწკლები ხო არ გაგიჩნდათ დავალების მოსმენის მერე. ფორმატის თვალსაზრისით ამ მთელი ის არა რა თქმა უნდა. მე მაგალითად ძალიან გამიხარდებოდა შენგან რომ მოვისმინო, აზზია რო არ იქ რო წავიდე მე თვითონ როგორც არც არ ყოფილვარ, რა უნდა წავიღო რა. ეხლა მე კერგეული მე გააკეთა, უბრალოდ მე მართლა გულწრფელად დავინტერესებდი, ანუ კაია შენი ვიდეოები, მაგრამ მე რო წასვლა მომიდეს ვერ წავალ. იმიტომ რომ წავალ უბრალოდ, რა ვიცი, ტუჩსაცხით ალბათ და ტუშით და ხო ხდები რა. შენგან მაგალითად მე პირადად ეგ გამისწორდებოდა რომ დამენახა როგორ უხსნი ადამიანს, რომელიც არასდროს არ ყოფილა რა. ეგეთ ადგილს რო წასვლა უნდა, მე მაგალითად ძალიან მინდა რომ სვანეთში წავიდე, მაგრამ ვერ მივდივარ ვერასდროს, იმიტომ რომ ჩემ გარშემო არავინ არის ის სვანეთში რო წავალ რა უნდა წავიღო და ანუ ვერ მივდივარ, იმიტომ რომ სვანეთი ხო არა რაღაცა ზესტაფონი. ანუ ვეღარ ჩამოვალ რა იქიდან. აი რაღაცები რაც უეჭველი თავდა მქონდეს რა. კი, ანუ ბადლობა რჩევისთვის უბრალოდ კი გასაგებია სამდღიანი როგორ გადავჭედე რაღაც ეტაპი, მაგრამ ეგ შეუძლია ნებისმიერ იუთუბერს, ვინც მაგ კონტენტზე მუშაობს, მაგრამ მე პარალელურად მაქვს ექიმობა პროფესია და მაგიტო ანუ კი ბატონო. თორე ძალიან კაი თემა, ეგ მაგისთვის მადლობა, მაგრამ ანუ ჩემი კონტენტიდან გამომდინარე, საველე პირობებში გადარჩენას განვიხილავ რა, ანუ მოკლედ ეგ გაითვალისწინეთ, თუ თქვენი ეპიზოდი იქნება თქვენი კონტენტიდან გამომდინარე, ხო, გასაგებია ისედაც, თუ არ იქნება, ეგაც შეიძლება საინტერესო იყოს, თუ რაღაცით დასეტაპდება და უკავშირდება თქვენ კონტენტს, გახდება უფრო დამაჯერებელი და როცა უყურებ, უფრო მეტად გამოგყვებით რა. ძალიან ხშირი შეცდომა არის ხოლმე შემეცნებით კონტენტში, როგორ იმიტომ რომ ყველაზე ხშირად მოსაწყენი კონტენტი შემეცნებითი კონტენტია ხოლმე, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს. ცუდად არის ხოლმე გაკეთებული მარტო შინაარსზე, რაღაცა ბლა 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 ბლა, მონოტონური. ანუ რაც უფრო ცოტა გძაბავს წინაპირობა, რომ ეხა რაღაცას ჩაუჯდე საგანმანათლებლოს. მით უფრო მეტად უნდა იყოს დინამიური, მით უფრო მეტად უნდა იყოს დრამატურგიაც, გამართული, საინტერესოობა უნდა გამოსჭიოდეს თავიდანვე რა. თან ისიც უნდა იყოს, რომ აი მორიგი, უსარგებლო რაღაც არ გვასწავლოთ. აი მაგაზეც იფიქრეთ იმ რატომში, რომ 1000 რაღაც აი მაგალითად ტუტორიალი დევს YouTube-ზე და კიდევ ერთი ტუტორიალი როგორ გამოვცვალოთ საბურავი, არ არის საინტერესო. მაგრამ აი რაღაცა
უფრო თქვენი თუ იქნება ამ ყველაფერს ჩადებული, საინტერესო იქნება. აი მე მაგალითად მიყვარს ერთ-ერთი ფორმატი, რომელიც არის მითების მსხრევა, რომელსაც ბევრი იყენებს და კაი საყურებელია. იმიტომ რომ აპრიორი გულისხმობს, რომ რაღაცა მითის დამსხვრევით იმ მითის შესახებ მეც იგებ და იმასაც იგებ სინამდვილეში როგორ არის. მეორე არის რაღაცა აი გამოძიების პრინციპი, ავიღოთ რაღაც კითხვა, რომელიც არსებობს და რომელსაც პასუხი ვერ გაეცა, შეიძლება ვერც ჩვენ გავცეთ პასუხი, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხის ძებნის პროცესში ძალიან ბევრი რამე გავიგოთ. თქვენ თუ გაქვთ, აი მე ხა ეგეთი კითხვა მაქვს YouTube-ზე თუნდაც ან რაღაც სხვა სივრცეში, ეგეთი შემეცნებითი საგანმანათლებლო კონტენტი, რომელიც მოგწონებიათ და ძალიან ჩაგრჩენიათ შეიძლება მეხსიერებაში. Brainstorming-ია ჩემთვის ახლა რაც ხდება, მაგრამ ყველაზე უაზრო ჩელენჯი აიღო რაღაცა, გაორმაგე და სხვას მიეცი, აი მაგდონის რაღაც ესეთი. ოღონდ იქ ჩააგდო რაღაცა სიტყვები, რომ აი მაგალითად ჩვენ ახლა თბილისის ისტორიულ უბანში ვართ, რომელშიც ამბობენ და მოდი აბა წავიდეთ და ესეთი პატარ-პატარა ინფორმაციები რაღაცეები ჩადო, მთელი ლაიტმოტივი იყოს გაორმაგე და სხვას მიეცი, მაგრამ ბოლოს მითხრა, რომ შენ რო გეგონა რომ მთელი ვიდეო უყურებ და გაორმაგე და სხვას მიეცის, მე მოგიყევი თბილისის ისტორია. ხო, პირობითად ვამბობ, ხო, რაღაც ეგეთი შეიძლება. ხო, ეგეთი რაღაც საინტერესო იქნება. პროცესში ერთმანეთსაც უზიარებთ ხოლმე რაღაცეებს, თუ არა? კი. შეძლების და გარეთ ვარად ვეხმარებით ხოლმე, ხო, ერთმანეთს ვიდრე უზიარებთ. ხო. ეხლა დაუწმაკეთ. კაკომაც როგორც გითხრათ, მე ტექნიკურად ბევრად ვერ დაგეხმარებით, იმიტომ რომ დიდი გამოცდილება YouTube-ში არ მაქვს, მაგრამ შინაარსობრივად ნებისმიერ დროს მომმართეთ და მეც ვეცდები, რომ მეც მოგმართოთ და გამოგკითხოთ, როგორ ეტაპზე ხართ, რამე ხარ გჭირდებათ და ასე შემდეგ და აი შინაარსობრივი დრამატურგიული და მოკლედ ფორმატი და ასე შემდეგ გამართვის ამბავში მოკლედ მეგობრებო, ალბათ თქვენცით წარმატებებს გისურვებთ და მჯერა რომ თითოეულს ძალიან კარგი ვიდეო გამოგივათ.